მოინანიოს მზია ამაღლობელმა. ბოდიში მოიხადოს, თავი დახაროს, დაგპირდეს, რომ განთავისუფლების შემდეგ იმ რედაქციაში არ დაბრუნდება, აღარ იქნება იმ გამოცემების ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, რედაქტორი, ლიდერი, წავა სოფლად სადმე, დადუმებული, მიჩუმებული იქნება, ხმას არ მოიღებს, ჟურნალისტებსაც არ დაელაპარაკება და მერე უკვე მიხეილ ყაველაშვილი კი არა, ბიზინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს დაავალებს და მიხეილ ყაველაშვილი შეიწყალებს მზია ამაღლობელს, რომელმაც სხვათა შორის პოლიციელს კი არ მიარტყა, არამედ დაარტყა შეგნებულად და ეს პოლიციელი არის გმირი, იმიტომ არის მათ შორის გმირი, რომ 8 თუ 9 თვის განმავლობაში მირტყმიდან ეს ლოყა თუ ეს ლოყა აწითლებული ჰქონდა და სასამართლოზე ამბობდა სიმართლეს, რომ სტკივა 9 თვის თავზე 2 მეტრიან ბრგე დგებუაძეს მზია ამაღლობელის მირტყმული ანაკეთ. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. სტკივა და ამით ის მოემსახურა პარტიასაც, ხელისუფლებასაც, სახელმწიფოსაც მადლობასაც თბილი კაცია და ამიტომაც ვუთხარით პრინციპში მას მადლობა დავაწინაურეთ რა და გადმოიყვანეთ თბილისის ვერცხლი პოლიციის სამმართველოში რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე დგებუაძე. მზია ამაღლობელზე ხომ გითხარით? ანდრო ჭიჭინაძეზეც გეტყვით, მაგრამ ვიდრე ანდრო ჭიჭინაძეზე გეტყვით, თორე სიტყვას მანამდე თქვათ პოეტზე, ზვიად რატიანზე. ზვიად რატიანი გამოესარჩლა, ეს რა უბედურებაა საერთოდ, რას ნიშნავს გამოესარჩლა. გამოესარჩლა ხსენებულ მზია ამაღლობელს, რომელიც საუკუნეა, რას ლაპარაკობთ, საერთოდ როგორ ხმას როგორ იხდით. გამოესარჩლა მზია ამაღლობელს, მანაც მიარტყა პოლიციელს, ამის გამო ჩვენ დავიჭირეთ, მოინანიოს ბოდიში მოიხადოს, თავი დახაროს, საერთოდ წაეთრეს გერმანიაში ცხოვრობდა ცოტა ხნის წინ. წაეთრეს დაბრუნდეს მშობლიურ გერმანიაში, იქ იდან ლექსებიც კი არ წეროს, აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ ჩართვები არ უნდა გააკეთოს და ინტერვიუები არ უნდა მისცეს არავის, ჩაიცვას ის თავისი ყვითელ-წითელი ქურთუკი იმ დამპალ გერმანიაში, დადუმდეს, აქ აღარ ჩამოვიდეს და თუ ამ ყველაფერს დაგვპირდება, ჩვენ უფრო ზუსტი რო იყო ბიზინა ივანიშვილი მიიღებს განაცხადებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ ყაველაშვილს დაევალოს ამ ხსენებული პოეტის, ვითომ პოეტის, თორე მისი პოეტობა არ გაიშვა, ასე ფიქრობს ქართული ოცნება, განთავისუფლება. ორ ადამიანზე გითხარით, ანდრო ვახსენე მანამდე, ხო? ანდრო ჭიჭინაძე, მას იგივე უნდა გააკეთოს. მოინანიოს, თავი დახაროს, ის დამნაშავეა, ის გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ თუ მოინანიებს, თავს დახრის ბოდიშს მოიხდის, ბიზინას მოუხდის უშუალოდ. ეს ოჯახი მთლიანად ბოდიშს. ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველი არა, მოწყალე კაცია. მოწყალე კი არ არის. მე გეტყვით, ჩვენ გეტყვით, ის ღმერთ კაცია. ამ სიტყვას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, მე თქვენს ნებართვით, როდესაც სხვა ადამიანს ვახსენებ. ის ღმერთ კაცია და ანდრო ჭიჭინაძის, რამე ჭიჭინაძეების ჩინი კი არ ჭირს კაცო. ბიზინა ივანიშვილი დაავალებს იმას მიშა ყაველაშვილს. მიშა ყაველაშვილის გამოსცემს შეწყალების აქტს და შეწყალების აქტს რომ გამოსცემს, ანდრო ჭიჭინაძეც იქნება შეწყალებული, ოღონდ უნდა გაჩუნდეს. უნდა დადუმდეს და იმ საკუთარ დასშიც არ უნდა დაბრუნდეს, უნდა იყოს სახლში. სახლში თუ იქნება ამ შემთხვევაში ბიზინა ჭიჭინაძეებს კი არ გადაჰკიდებია, უამრავი მეგობარი ყავს ჭიჭინაძე, აცნობი, ახლობელი, ხერიანის ჭიჭინაძეები, ბიზინას მეგობარი ჭიჭინაძეები, კარგად და ანდრო არ ვიცი, ამდენად კარგ არ იცის ბიზინა, ამდენად კარგად ხერის, მაგრამ თუ უმღერებს, საერთოდაც შეიძლება 1-2 მილიონიც დაუმატოს ანდროს ბიზინა. რაღაცა ანდრო ვახსენე, ელენეც ვახსენოთ, ერთი ოჯახია პრინციპში. ელენე ხოშტარია არის უდრეკი კი არა, არ შეგეშალოთ, სულელი ქალი. ბიზინას გაგებით. რა უფლებით მიატოვა მან 4 შვილი. ეს 4 შვილი მყავს ამბობს ბიზინა. მე არასოდეს ჩემი შვილები არ მიმიტოვებია, თუმცა ეს არ არის, მაგრამ მაინც. მე შევიწყალებ ელენე ხოშტარიას, რომელიც თვით დაზიანებითაა დაკავებული. აბა ყოფილიყო, დატეულიყო სახლში, კუხნაში, რისი გაკეთებაც შეუძლია, ის გაეკეთებინა, გაეზარდა, აღეზარდა შვილები, არ გათრეულიყო ქუჩაში, არ მიეჯღაბნა, მეს არ მიყვარს ხანდახან.
ბიზინა ამბობს კალაძე არ მომწონს გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ მერია და დედაქალაქის მერის ან მერობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატზე რომ მიაჯღაბნა, რაც მიაჯღაბნა ის გასაკვირველია, იმსახურებს პატიმრობას და რუსიზის სასამართლო აბსოლუტურად სწორი იქცევა, პროკურატურაც სწორად იქცევა მართებულად, მაგრამ მე ვარ მოწყალე კაცი და მოინანიოს ბოდიში მოიხადოს გაზეთი კომუნისტი აღარ არსებობს პარაპარა კომუნისტის მაგვარში ან აღვადგენთ ერთ ნომერს რა პრობლემაა ხო კომუნისტის მაგვარ გაზეთში არის ამდენ რაც გამოდის იმ გაზეთებში ასავალ-დასავალში დაწეროს უბოდიშე ბატონ ბიზინა ივანიშვილს და ვინოხერი ბიზინა ივანიშვილი არის მოწყალე კაცი, სულგძელი, კეთილშობილების განსახიერება და ელენესაც შეიწყალებს. ასე შემიძლია მიუყვე გოგი ჩახუნაშვილი, ექიმი კაცი ვახსენე, გოგი ჩახუნაშვილი სხვადასხვის დაპატიმრებული არა იმის გამო, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, ქართული ოცნებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს ბევრს. მაგრამ ამის გამო არ არის დაპატიმრებული. როდესაც პაატა ბურჭულაძეს ის მიასხეს ის მომწავლავი ნივთიერება, ექიმი კაცი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის ბანდის მიმართ და იქ იმყოფებოდა, თუმცა არავითარ ხობეს არ ანგრევდა, არავითარ რევოლუციას არ აპირებდა, უბრალოდ იქ იმყოფებოდა. სიახლოვეში ასე ვიტყვი და ექიმია, ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული ასე ვიტყვი. ამ ექიმმა კაცმა სცადა გადარჩენა სცადა და წყლით მოუწმინდა სახე პაატა ბურჭულაძეს. ამის გამო გოგი ჩახუნაშვილი დაჭერილია, 72 წლის პროფესორი კაცი, მის შვილებს ჩემი პატივისცემა, მის ოჯახს ჩემი პატივისცემა და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება თუ უკვე შეუფარდეს. წარმოგიდგენიათ? მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად მოწყალე იქნება. თუ გოგი ჩახუნაშვილი აღიარებს, რომ წყალი, რომელიც გამოიყენა მან, წყალი კი არ იყო. იყო მოლოტოვის კოქტეილი. და ის ამ მოლოტოვის კოქტეილის სროლას მოქნევას აპირებდა ხსენებული მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციისაკენ, საერთოდაც ეჯაჯგურებოდა ამ ღობეს გოგი ჩახუნაშვილი. ეჯაჯგურებოდა მოიბოდიშოს გოგი ჩახუნაშვილმა და ბიზინა მოწყალე ივანიშვილი მასაც შეიწყალებს განა არა, აბა რას იზავს კაცო? სასტიკი კი არ არის, ჩახუნაშვილს კი არა, გადახკიდებია. ასე შეიძლება ითქვას პაატა ბურჭულაძესიც რასაკვირველია. პაატა ბურჭულაძე მსოფლიო ბანია. ბიზინამ შესანიშნავად იცის, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილი ადამიანი. ეს სხვებმა დაივიწყეს, სხვადასხვა ბიზნეს მომხრეებმა უმეტესწილად. მაგრამ სხვებმაც და თანამშრომლობენ ქალბატონ რუხაძესთან. კარგად მღერიან ისინიც განა არა, მაგრამ პაატა ბურჭულაძე არც პირად საუბრებში არ ახსენდებათ, როცა ესაუბრებიან ქალბატონ რუხაძეს და თუ ეს ახსენდებათ მაინც და მაინც თიკა რუხაძე რასაკვირველია ისხლეტს ამგვარ კითხვებს და ამისამართებს ამ ადამიანებს პრემიერი კობახიძისაკენ ან საერთოდაც ბიზინა ივანიშვილისაკენ, მაგრამ ამას არ აქვს ხანიშნულობა. ბიზინას ახსოვს, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიო ბანია და შეიწყალებს მას. ოღონდ ბიზინას აქვს ეს გავბედავ და ვიტყვი ავადმყოფური სურვილი, რომ ყველანი მას ემონებოდნენ და მას აღიარებდნენ როგორც ძლევამოსილ კაცს. თუ იმპერატორი ივანიშვილის ეს თქოს და იმახსოვრეთ წინაშე თავს დახრიან ხსენებული პირები და არა მხოლოდ დაახლოებით 150-200 პატიმარი ყავს ყველა პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით ან მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიზინა ივანიშვილი ვინისის და მოწყალე იქნება მათ მიმართ, ოღონდ ისიც გარკვეულ შემთხვევებში იქნება ან გარკვეულ შემთხვევაში არ იქნება. საეჭვოა, მაგრამ მოდი ასე ვიტყვით, უმარჯვენა ფეხზე ადგება, განიხილავს მათ. მათ შეწყალებას უფრო ზუსტი რომ იყოს ფორმალისტობა თუნდა ფორმალურობა თუნდა დავისვათ, ყაველაშვილს დაუკავშირდება და ყაველაშვილს ეთქვის თავისი ზემო იმერული კილოკავით ქართულ ენაზე, ვიშა უნდა შეიწყალო ეს ადამიანი და ეს ადამიანი და ეს ადამიანი და ეს ადამიანი. ხოჟეს ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, ბარემ ვიტყვი, რომ საპატრიარქო, თუნდაც ამაქვს და გადავხედავ მაინც თუ მაქვს, მაგრამ შესაძლოა არ მაქვს. საპატრიარქო მიმართავს, უკვე მიმართა პატრიარქმა შიო მესამემ და მომავალში სინოდი მიმართავს პრეზიდენტად რომ მუშაობს მიხეილ ყაველაშვილს ცალკეული პატიმრების შეწყალების თხოვნით. ოღონდ პარალელურად
დამოუკიდებლად იმისა შიობესა მიმართავს თუ არა, ეს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ამ საინფორმაციო სტრატეგია პოლიტიკას. დამოუკიდებლად იმისა მოგმართავს თუ არა პატრიარქი, იმ ადამიანებმა ხონდა გთხოვონ შეწყალება. იურიდიულად იმისათვის, რომ პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მიიღოს განაცხადება შეწყალების თაობაზე აბა თუ იმ პატიმრისა, მაგალითად 200 პატიმრიდან 5 პატიმრის განთავისუფლების თაობაზე, ვისაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა ან კრიტიკული ასაკი აქვს. პატა ბურჭულაძე, გოგი ჩახურაშვილი შეგვიძლია გავიხსენოთ სხვაებიც, ხო? თუ მოვინდომეთ, ამისთვის შეწყალების თხოვნა ბოდიშის მოხდა გაზეთ კომუნისტში ან გაზეთ ქართულ ოცნებაში პატარა ოპუსის გამოქვეყნება არ არის აუცილებელი. არც ბიზინა ივანიშვილის შექება აუცილებელი. რომ ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი, რომ ყველა ვინც საპატიმროში გამოკეტა, ესენი სულ ყველანი თავდახრილები გამოუშვას იქიდან, ოღონდ ამბავიც ის არის, რომ ეს ადამიანები არც ერთი და არც მეორე, არც 72 წლის ჩახუნაშვილი და არც ყველაზე ახალგაზრდა ვინც არის, ის 18 წლის ახალგაზრდა, 18-19 ახალგაზრდა თავს არ ხრიან. ისინი არც ერთ შემთხვევაში არ ეუბნებიან ხელისუფლებას წოდებულ ქართულ ოცნებას, ბანდას, გვაპატიეთო. ჩვენ შევცდითო, იმიტომ რომ მათ დანაშაული, როგორც ასეთი არ ჩაუდერია, თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა, არ ვიტყვი რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, მეთქი ეს ხო ისედაც გასაგებია რომ აბას ვითხოვდი. თუ ვინმე მამათეული გაგებით დანაშაული ჩაიდინა, უკლებრივ ყველა დანაშაული გადის, მაინც ასე ვიტყვი, ადმინისტრაციულ სამართალში. ანუ მათი დაჯარიმება კიდე შეიძლებოდა ხსენებული მზია ამაღლებელისა ან ზვიადრატიანისა ან სხვებისა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ყველა კვალიფიციური იურისტი განმარტავს, რომ ეს არის სწორედ ეს არის ადმინისტრაციული წესის დარღვევა და რაღაცი პოლიტიკური, რაღაცი სისხლის სამართლის წესით განსაჯეთ, ეს ესე იგი პოლიტიკურ ნიშანს შეიცავს, პოლიტიკურ საფუძველს ეფუძნება თუ ეყრდნობა ეს ყველაფერი. ამასობაში აკითხარით, რომ მისი უწმინდესობა პატრიარქი შიო მესამე მიმართავს მომავალში და როგორც ჩანს შეწყალების თხოვნით მიმართავს სინოდიც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ამის შესახებ სურტავის სურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი აცხადებს, მაგრამ მე არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ შიო მესამისა და სინოდის მიმართვის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი ადეკვატური იქნება. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთი პატიმარი შეწყალებას არ ითხოვს, მადლობასაც არ მოხდი შიო მესამეს იმისთვის, რომ ასეთი სულგზელია ეს მას აქამდე უნდა გაეკეთებინა. აი ამასობაში გამოხდა, ასე უნდა დავარქვათ ქვერის ნებართვით, კაცი რომელიც არაფერი იყო, ახლაც არაფერია და მომავალში მით უფრო არაფერი იქნება და ამ კაცს ქვია სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ჩვენ გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს, ჩვენ ყოლია ცუდი სახალხო დამცველების. მაგალითად, ნანა დევდარიანი იყო ცუდი. ნანა დევდარიანი ხო იყო სახალხო დამცველი. რა დავხედავ კიდევ ერთხელ. ნანა დევდარიანი იყო ცუდი სახალხო დამცველი, შევხედავთ ქვერის ნებართვით. არ მინდა შემეშალოს. ნანა დევდარიანი. დევდარიანი, განვაგრძობ მსჯელობას. დევდარიანი. საქართველოს სახალხო დამცველი 2003 წლებში. ნანა დევდარიანი იყო ცუდი სახალხო დამცველი, მასზე უკეთესი სახალხო დამცველები როგორ ამყოლია სოზარ სუბარიც კი მასზე უკეთესი სახალხო დამცველი იყო. მაგრამ აი ესეთი გამორჩევა, აი ყველაზე მაგარი სახალხო დამცველია უჩანანოაშვილია შესაძლოა, ბევრი საზრის შესაძლოა, ინო ლომჯარია შესაძლოა, სხვა არის, არ გამორიცხავთ უღუში მაგალითად. შესაძლოა სხვა არის, მაგრამ ჩვენ არ ყოლია უარესთა შორის უარესი სახალხო დამცველი და უარესთა შორის უარესი სახალხო დამცველი აღმოჩნდა სწორედ ეს ხსენებული ლევან იოსელიანი, რომელიც არაფერი იყო, მანამდე არაფერი არის, ახლა და არაფერი იქნება მომავალში და არის ახლა, ჰქვია მას სახალხო დამცველი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ძმა კაცმა, რომელმაც შეცდობა დაუშვა განა არა, რაც ჩაიდინა იმას გულის ხმოფავი სასამართლოს გადაწვის მცდელობა, უამრავი რამის თქმა შეიძლება მის დასაცავად, მაგრამ ეს მაინც არ არის კანონიერი და ეს არის მაინც მართლზომიერი ქმედება, მაგრამ ამ ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ მნიშვნელობით ყურით გაათრია სახალხო დამცველად ყურით გაათრია, ალბათ არ არის სწორი სიტყვა, ხსენებული ლევან იოსელიანი, ანუ მისი ძმაკაცი. ეხლა როგორ გონია ძმაკაცი? როგორ უნდა ეხმიანებოდეს ძმაკაცის, ანუ ალეკო ელისაშვილის დაპატიმრებას ერთის მხრივ და მისთვის სასჯელის, ამგვარად მძიმე სასჯელის მისჯას. ისიც თქვი, რომ ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯეს. თან კაცი, რომელიც
რომელსაც ევალება მარტო ძმაკაცობაში არ არის საქმე პატიმრების და განსაკუთრებით აგრეთვე იმ პატიმრებისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ვის მიმართაც შესაძლოა გამოყენებულია პოლიტიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური სამართალი. არ არის ეს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი ამის მკადრებელი თუ რა. მოკლედ ლევან იუსელიანს კანონითაც ევალება ძმაკაცი რომ არ იყოს პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილის ბედით დაინტერესება. ლევან იუსელიანი როგორც სახალხო დამცველი ვალადებულია ამ პროცესში ჩაერთოს და ამხსენებული ალეკო ელისაშვილის და სხვების უფლებების დაცვაზე იფიქროს და იზრუნოს და ლევან იუსელიანი როგორც კაცი ფორმალური თვალსაჩინო კაცი მამაკაცი ხო ლევან იუსელიანი ვალდებულია რომ ძმაკაც გამოესარჩლოს მეგობრული ძმაკაცური სიტყვებით ასე ვიტყვი მაკაცური და ამავდროულად საჯარო სიტყვი. ოღონდ შემთხვევაში ლევან იუსელიანმა 2 წუთი რო იფიქროს, მაგრამ შესაძლოა არ იყოს 200 დღე რო იფიქროს, ამაზე უკეთეს რამეს იტყვის თუ დაწერს. ნახეთ რას წერს ხსენებული ლევან იუსელიანი. ვანო მერაბიშვილი 6 წელი და 9 თვე, ანუ ამოქექა რა დააშავა ვანო მერაბიშვილი. ანუ მეტი ეკუთვნოდაო, თქვენ საზიზღრებოო მიმართავს ქართულ ოცნებას. სურაბადეიშვილი 6 წელი, თუმცა ის საპატიმროში არ ყოფილა. დავით კეზერაშვილი 5 წელი, თუმცა ის საპატიმროში არ ყოფილა. ფაჩო ახალაია 9 წელი სიჯდა საპატიმროში და ახლაც დაპატიმრებულია და ერთი ამდენი თუ არა არანაკლები ელის. მეგის ქარდავა 9 წელი, ალექსანდრე მუხაზე მეტსახელად კილერა 9 წელი, ვიქტორ ყაჭეიშვილი 9 წელი, ანუ ამოქექა ვიღაც ტიპების მათ შორის ზოგის სახელი შესაძლოა არ გეცნობა, მეც არ მეცნობა, მაგალითად აი ოლეგ ფაცაციას, რომელსაც 9 წელი მიურჩია ქართულ ოცნებას, თუმცა უნდა ის გაგახსენოთ, რომ ქართულ ოცნებამ წინა ხელისუფლების ჯალათების ნაწილი განსაკუთრებით საპატიმროებში ვინც იყო ისინი დააწინაურა კიდეც. მერე უკვე აგზენეს პოლიტიკოს გიგი უგულავას აღწერებს 3 წელი და 2 თვე, გაგა მკურნალიძე 3 წელი და 4 თვე და ასე შემდეგ. და ეს კაცი ალეკო ელისაშვილის ძმაკაცი ლევან იუსელიანი წერს ალეკო 13 წელი, ანუ ალეკოსთვის 13 წელიო და ამათთვის სულ რაღაც 9 წელი, 6 წელი, 4 წელი, 3 წელი და ასე შემდეგ. რა უსამართლობაა ცხოვრებაო, სახალხო დამცველად მუშაობს კაცი. ამ ვიდეობლოგის ბოლო პასაჟი კი არ ეხება არც ალეკოს, არც ლევან იუსელიანს, არც არავის. ეხება გაგიკვირდებათ და ნუნუკა დავიმახსოვრეთ ძლივს სახელი მისი, ნუნუკა თამაზაშვილს, ანუ მხევალს თანა მეცხედრეს ღმერთმა დიდხან საცოცხლოს ერთისა და მეორეც ოღონდ ქვეყანას გაეცალონ და პოლიტიკასთან უღარ ხრავენ ამ ქვეყანას. ნუნუკა თამაზაშვილს, რომელმაც საოცრების განსახიერება სტატუსი გამოაქვეყნა საჯარო ქსელში და მადლობას უხდის დამფუძნებელს, მის დამფუძნებელს და კიდევ ის დამფუძნებელს, მისი ქმრის დამფუძნებელს, მისი ქმრის არაბიოლოგიურ, თუმცა სხვა მხრივ რასაკვირველია მამას, ბიზინა ივანიშვილთან მე ვეღარ პოულობ ამ სტატუსს, იმიტომ რომ სკროლავ და ვეღარ ვიპოვე. მაგრამ შინაარსი არის ამგვარი. ნუნუკა თამაზაშვილი ამბობს, მეორე ტელეფონში ხო მესამე და არ აქვს. ვეღარ ნახე სიმართლე გითხრათ, მაგრამ არა აქ ხა მეცი მშობა. მადლობა უფალს ასე იწყებს ნუნუკა თამაზაშვილი და მე აგზელებს ბიზინა ივანიშვილს. და მადლობელია არაინდენად უფლისა, ან აიგივებს უფალსა და ბიზინა ივანიშვილს. ტოლობის ნიშანს ასვამს, ბიზინა უფალი ჰგონია, ღმერთო ბიზინა ივანიშვილო შეიძლება ასე იწერს პინჯვარს, ან ახსენებს ღმერთის იესო ქრისტეს პარალელურად, იესო ქრისტესთან ერთად ახსენებს, ანუ არ ახსენებს სხვა წმინდანებს, მაგრამ ახსენებს ბიზინა ივანიშვილს. იმის გამო რომ 9-დან 13 წლამდე ეკუთვნოდა ირაკლი ღარიბაშვილს და პროკურატურა შევიდა ამგვარი წინადადებით, რომ 5 წელი მისცენ თუ უკვე მისცეს ირაკლი ღარიბაშვილს ნაცვლად იმის რომ მიეცა 9 წელიწადი. ამასთან ჩაატანინეს ის 1 მილიონი ლარი, რომელიც გირაოთი ისედაც გადახდილი ჰქონდა, ანუ დაყადაღებული იყო და ჩაატანინეს ის ამოღებული თანხა 6.5 მილიონი დოლარი, რომელიც მას სახლებში უპოვეს, აგრეთვე სავარაუდო საათების კოლექცია, ოქროს ზოდები, რაღაცა ბრილიანტები, რაღაცა ძვირფასეულობა და ასე შემდეგ. და შემდეგ ამის კონფისკაცია მოხდა და ირაკლი ღარიბაშვილი ასე გამოძვრა, ასე ვიტყვი. ოღონდ რატო გამოძვრა იცით? და არა მარტო იმიტომ რომ პროკურატურას ასე უნდოდა, პროკურატურას საერთოდ არ უნდოდა, ხეხებზე ეკიდა საბუთებში. ამგვარი ბრძანება მიიღო არა კობახიძისაგან, არა იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრინციპში ყველაფერი დათმო, ესე ბევრმა შეიძლება დათმოს. არამედ იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ქალბატონი თამაზაშვილი
ტაძარ ნაბიჯით ნელით დადიოდა ატუზული ტაძრის კედლებთან და მზერას მიაპარებდა ხოლმე, გააპარებდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილისაკენ და ეკატერინე ხვედელისაკენ. და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მე ამაზე დაახლოებით ერთი თვის თვენახევრის წინ ვისაუბრე კიდეც ის შეხვდა კიდეც გალბატონ ხვედელიძეს და ხვედელიძეს გადასცა წერილი ან ხვედელიძეს გადასცა საკუთარი ოჯახის ან საკუთარი თავისი გულისკივილი რომ ირაკლი პრინციპში ყველაფერს ეთანახმა ეკა იქნება და ბიზნას უთხრათ რომ ირაკლი მის წინააღმდეგ არ წასულა არ მიდის არ წავა ირაკლი იქნება ჩუმად საერთოდაც გაეცლება პოლიტიკას უნდა შვილებთან ყოფნა უნდა მშვიდად ყოფნა და იქნება და ის 9 წელი თუ 13 წელიწადი თუ 12 წელიწადი რომელიც უნდა მიუსაჯოს მას სასამართლომ იქნება და ბიზნა იყოს მოწყალე ბიზნა ანუ უფალი აი ეს ბოდიში როგორც ასეთი პირდაპირი სიტყვით არ ვერბალურად არ წარმოუთქვამს ან შეიძლება წარმოთქვა კიდეც გალბატონმა თამაზაშვილმა და ბოდიში კი მოუხადა ოჯახის სახელით ქმედებით ასე ვიტყვი თავდახრილობით გაჩუმებულობით ღარიბაშვილების ოჯახმა ბიზნა ივანიშვილს და აჩვენა რომ ისე ჩვენ თავდახრილები და აჩმორებულები ბოდიშის მომხდელები ვართ ჩვენ ვითხოვთ თქვენგან მოწყალებას არც არასოდეს არ ყოფილვართ თქვენს წინააღმდეგ იმიტომ რომ გალბატონ თამაზაშვილს და ესეცხები ის ამბობს ბიზნა ივანიშვილმა უამრავი ოჯახი გადაარჩინა და ჩვენც გადაგვარჩინაო და მისი გადარჩენა არის ირაკლი ღარიბაშვილისთვის საპატიმრო ვადის პრაქტიკულად განახილება. ერთი წელი არ არის 24 ოქტომბერს დაიჭირეს ის, მალე ერთი წელი გასრულდება. შესაბამისად აქედან და 4 წელი ამ წუთიდან და 4 წელიდან და ნახევარი ის იზრდება საპატიმროში, თუმცა არც ის არ არის გამორიცხული გარკვეული პერიოდის შემდეგ უდო შეეხოს, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ შიო მესამე მიმართოს ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების თხოვნითაც პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ მიხეილ ყავენაშვილს. ბიზნეს ასეთი თავდა ირაკლი ღარიბაშვილები სჭირდებოდა და სჭირდება მას უნდა რომ ანდრო ჭიჭინაძეს, ელენე ხოშტარიანს, ზვიად რატიანის, სხვები და სხვებია, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, გოგი ჩახურაშვილი, მათე, ორისე სხვები ყველანი იყვნენ თავდახრილები და თავდახრილებს კი ბიზნა ივანიშვილი აპატიებს ყველაფერს. ირაკლი ღარიბაშვილსაც ყველაფერი აპატია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ამოღებული 6.5 მილიონი დოლარი სახლში შენახული და აგრეთვე ოქროს ზოდები, საათები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის დაგროვილი ქონების დაახლოებით 5%-ია, არა უმცირეს. ან არა უმეტეს თუ გდებავთ ასე ვიტყვი. მოკლედ 5 კარგი 10%-ია, ანუ სადაც 7 მილიონი დაახლოებით დოლარი უპოვეს, იქ ერთი 10-7 მილიონი სადღაც ექნება გადატუმბოჩკებული ან მისაში ჩაბარხული უტრილი ფასაგველია. მაგრამ მაინც ირაკლი ღარიბაშვილს და იმფულს კი არავინ მიატანინებს, ან თუ მიატანინებენ, ეს ყველაფერი საჯარო არ იქნება, იმიტომ რომ ეს შავსალაროში უნდა შევიდეს პარტიისა თუ ბიზნა ივანიშვილისა და პარტიისა ერთად. ირაკლი ღარიბაშვილი დაინდო, იმიტომ რომ სუნთქვა უჭირდა გალბატონ თამაზაშვილს ნაბიჯით ჩქარით, ხედვა როგორ არის, სუნთქვა მიჭირდა ნაბიჯით ჩქარით. ხო არ მახსოვს გადახტიონის ლექსიდან მერიდან ხო თქოს ხო ეს ისა ეს რეკორდები როგორ არის აზეს ვიდიცის მედი რომელიც მე არ მეღირს აქარს მიხვებოდა როგორც დამქერი ნაბიჯი ჩქარით ხედვა მიმზიმდა სუნთქვა აღარ მახსოვს ამ მნიშვნელობა აღარ ჩამახედოთ რა როგორც არის დიახ ის ტაძარ დაძდევდა ივანიშვილების ოჯახს და ევედრებოდა და ესეც დაწერა პრინციპში უფალი მოწყალეა ბიზნა მოწყალეა ეს არ უთქვამს მაგრამ უფალში სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილი გულისხმობ ნუ დაემონებით ბიზნა ივანიშვილს ჩემი მოწოდება ეს არის მადლობა სინდისის პატიმრებს ოღონდ არა ვარ დარწმუნებული რომ სინდისის პატიმრებს ყაველაშვილი შეიწყალებს შიო მესამემ კი არა შიო მესამემ და ილია მეორე ერთადაც უსთხოვონ ბიზნა ივანიშვილს. გაგვიმარჯოს ნახვამდის.